უკრაინის ომში, როგორც წესი, ყურადღების ცენტრშია მოწინავე, ახალი, მაღალტექნოლოგიური იარაღის სისტემები, რაც ლოგიკურია. საჰაერო დრონები, საზღვაო დრონები, სახმელეთო რობოტები, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ავტონომიური სამიზნის თვალთვალი და სხვა ახალი სისტემები, რომლებიც ომის დროსოს შემოიღეს, ფუნდამენტურად ცვლის ომის წარმოების წესებს, როგორც ახლა, ისე მომავალში. მაგრამ ომმა ასევე ახალი სიცოცხლე შთაბერა წინა საუკუნის იარაღის სისტემებს. უკრაინა განსაკუთრებით კარგად ახერხებს ძველი და ზოგჯერ ანტიკური სისტემების გადაკეთებას ეფექტურ იარაღად მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო ველზე, მათ შორის იარაღის, რომელიც პირველად 100 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და დღესაც არ ყავს ანალოგი. ეს არის M2 Browning-ი. საწყისად იგი შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თხილებში ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო უკრაინაში მას ახალი, ულტრამოდერნული დანიშნულება მიეცა დრონების ჩამოგდება. აი როგორ იყენებს უკრაინა მადიუს, როგორც ამ იარაღს სიყვარულით ეძახიან და რატომ არ შეიცვლება ეს მალე. ბრძოლის ველზე ყოველთვის დიდი ბედნიერება, როცა გაქვს სარეზერვო ვარიანტი. წარმოიდგინეთ სცენა. უკრაინული მობილური ანტიდრონული ჯგუფი მოდიფიცირებული მიკროავტობუსით თავის დანიშნულ პოზიციაზე მიდის. მათი მთავარი იარაღი ულტრათანამედროვე ჩამჭერი დრონების ნაკრებია. ეს პატარა და სწრაფი დრონები ისრება შემომავალი რუსული დრონების მიმართულებით და ან პირდაპირი კინეტიკური დარტყმით, ან ახლოს აფეთქებით ანადგურებს მათ. ეკიპაჟი მინდოში ჩერდება და ჩუმად იწყებს ჩამჭერი დრონების სახმელეთო საკონტროლო სადგურის მოწყობას გზის პირას. ფარანი ღამეს ჭრის, როცა ისინი გაშვებისთვის ემზადებიან. სანამ ჩამჭერ დრონს გაუშვებენ, ისინი მცირე კვადროკოპტერს უშვებენ ტერიტორიის დასაზვერად და რადარის ჩარევის შესამოწმებლად. მიკროავტობუსის შიგნით ჯარისკაცები კომპიუტერის ეკრანზე აკვირდებიან მის მოძრაობას. მოულოდნელად სიგნალი ქრება და ეკრანზე მხოლოდ შხუილი ჩნდება. რაღაცამ სავარაუდოდ ელექტრონულმა ჩარევამ დაზვერვითი დრონის სიგნალი დაარღვია. ჩამჭერი დრონების გაშვება შეუძლებელია და მისია დაწყებამდე შეჩერდა. მაგრამ ეკიპაჟი შორსაა იმისგან, რომ უძლური იყოს შემოსული დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც შესაჩერებლად გაგზავნეს. საკონტროლო მიკროავტობუსის გვერდით პიკაპზე დამონტაჟებულია მათი სანდო M2 Browning-ის ტყვიამფრქვევი. შეიძლება ის არ იყოს ისეთი თანამედროვე ან შთამბეჭდავი, როგორც თანამედროვე ჩამჭერი დრონები, მაგალითად P1 Sunny ან Meropsi, მაგრამ მობილური სროლის ჯგუფები, რომლებიც M2 Browning-ს იყენებენ, რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ბრძოლის ველზე შემოსული რუსული დრონების წინააღმდეგ. 2025 წელს უკრაინის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ განაცხადა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ყველა შემოსული დრონის დაახლოებით 40%-ის ჩამოგდებაზე. როდესაც უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა პირველად დაიწყეს M2 Browning-ის ტყვიამფრქვევების მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტების ფარგლებში 2022 წელს, ბევრს ეჩვიეპარებოდა რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ეს იარაღი. იარაღი უკვე 100 წელზე მეტია არსებობს და მისი ძირითადი დიზაინი ამ 10 წლეულების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. მაგრამ ეს სკეპტიციზმი გაქრა. M2-მა დაამტკიცა, რომ ის ისეთივე ეფექტურია დრონების წინააღმდეგ, როგორც იყო ტანკების, ჯავშან ტექნიკისა და სანგრებში მყოფი ქვეითების წინააღმდეგ წარსულის ომებში. მართლა ასეა, მთავარი მწარმოებლის, ბელგიური იარაღის მწარმოებელი FN Herstal-ის, რომელიც FN Browning-ის ჯგუფის ნაწილია, თქმით, უკრაინის ომის წყალობით M2 Browning-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანია აწარმოებს FN Mag-ის ზოგადი დანიშნულების ტყვიამფრქვევს და FN Minim-ის მსუბუქ ტყვიამფრქვევს, რომლებიც აშშ-ში ცნობილია როგორც M240 და M259 შესაბამისად. ასევე აწარმოებს შაშხანებს, როგორიცაა FN Scar და NATO-s სტანდარტის ვაზნებს, მათ შორის 5.56 მმ, 7.62 მმ და 12.7 მმ კალიბრის ვაზნებს. კომპანიის თქმით, ყველა ამ პროდუქტის მოთხოვნა იზრდება, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა მისი გამძლე M2 Browning-ი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ამ მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელია, ეს ერთადერთი წყარო არ არის. კომპანიის წარმომადგენლის ანრი დეარენის თქმით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ფრანგული არმიისთვის 2000 M2 გადააკეთა და განაახლა, რომლებიც მათთვის აშშ-ის ძალებმა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ დატოვეს. ჩვენ აქ ვიღებთ მათ, ვაახლებთ და ვაძლევთ გარანტიას, თითქოს ახალი იყოს, თქვა მან. ეს M2 Browning-ის მთავარი მიმზიდველობის ნაწილია, რამდენი მათგანი არსებობს ბაზარზე. იარაღი თავდაპირველად პირველი მსოფლიო ომის ბოლოს შეიქმნა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ის სტანდარტულ აღჭურვილობად იქცა. 1945 წლისთვის აშშ-მ 2 მილიონზე მეტი M2 გამოუშვა და გაანაწილა მოკავშირე ძალებს შორის. წარმოების ტემპი გარკვეულწილად შენელდა მას შემდეგ, რაც ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და სხვა მსგავსი თანამედროვე შეიარაღება გამოჩნდა, მაგრამ 10,000-ობით ერთეული კიდევ დამზადდა, რაც ნიშნავს, რომ მარაგის დეფიციტი არ არსებობს. 90-ზე მეტი ქვეყანა დღემდე იყენებს ამ მძიმე ტყვიამფრქვევს საკუთარ თანამედროვე არმიებში. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ როდესაც იარაღის მიწოდება უკრაინაში დაიწყო რუსეთის 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ, M2 Browning-ი საკმაოდ თვალსაჩინოდ გამოჩნდა. 2024 წლისთვის უკრაინამ მიიღო მარაგები აშშ-დან, კანადიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და იტალიიდან.
რომმა მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მხოლოდ 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. იარაღები ალბათ თავდაპირველად განკუთვნილი იყო მათი ტრადიციული როლისთვის, რომ დაესხათ რუსი ქვეითებისა და ჯავშან ტექნიკისთვის, როდესაც ისინი ცდილობდნენ უკრაინულ პოზიციებსა და ქალაქებზე წინსვლას. მაგრამ რადგან ომში დრონებმა სულ უფრო დიდი როლი დაიკავეს, M2 Browning-მა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უკრაინის მრავალფენოვანი ანტიდრონული თავდაცვის ერთ-ერთ საყრდენად იქცა. ეს დიდწილად M2-ის გამორჩეული მრავალმხრივობის დამსახურებაა. ის ისეა შექმნილი, რომ შეიძლება დამაგრდეს თითქმის ყველაფერზე, რაც საკმარისად ძლიერია მისი წონის სატარებლად. ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია 1930-იანი წლებიდან მოყოლებული. უნივერსალური კონსტრუქცია, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კონკრეტული M2 შეიძლება მოდიფიცირდეს თვითმფრინავებზე, გემებზე ან სახმელეთო ჯარისკაცების მიერ გამოსაყენებლად. მორი ყველგან იყო მეორე მსოფლიო ომში. ენთუზიაზმით ამაგრებდნენ ნებისმიერ მანქანაზე, რომელიც დადიოდა, დაცურავდა ან დაფრინავდა. აშეთეშუს არმიამ ის მიიღო როგორც სტანდარტული ანტისაჰაერო იარაღი ტანკებზე, ნახევადმძრავიანებზე, სატვირთოებზე, ტანკგამანადგურებლებზე და სხვა მანქანებზე. აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებში ის იყო მთავარი შეიარაღება P-51 მასტანგისა და P-47 თანდერბოლტისთვის, ასევე თავდაცვითი იარაღი ბომბდამშენებისთვის, როგორიცაა B-24 ლიბერატორი და B-17 Flying Fortress-ი. ყოველი B-17 ბომბდამშენი აღჭურვილი იყო 13-მდე M2-2-ით, რათა მოეგერიებინა მტრის გამანადგურებელი თვითმფრინავები, სანამ დიდი ბომბდამშენი მიაღწევდა მიზანს. ამასობაში საზღვაო ძალები იყენებდნენ M2-ის როგორც ანტისაჰაერო ტყვიამფრქვევს ყველა ტიპის ხომალდზე, სადესანტო ნავებიდან დაწყებული საბრძოლო გემებით დამთავრებული, ასევე თვითმფრინავებზე, როგორიცაა F-4F Wildcat-ი ავიამზიდზე დაფუძნებული გამანადგურებელი და PBY კატალინა მფრინავი. Sargos კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც 1930-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღჭურვილი იყო 2 ცალი 0.50 კალიბრის ტყვიამფრქვევით თვითდაცვისთვის. და თვით აშშ-ის სანაპირო დაცვის სადესანტო ნავებიც კი აღჭურვილი იყო M2 ტყვიამფრქვევებით, რომლებსაც სანაპირო დაცვის წევრები მართავდნენ ანტისაჰაერო და სანაპიროზე დამთრგუნველი ცეცხლის ამოცანებისთვის. დღესაც კი აშშ-ის არმია კვლავ იყენებს M2-ის, როგორც სახმელეთო ეკიპაჟის მიერ მომსახურე იარაღს, ასევე როგორც მეთაურის იარაღს აბრამსის საბრძოლო ტანკის მიმდინარე ვერსიაზე M1A2 SEP V3-ზე, სადაც ის ინტეგრირებულია CRO-ს დისტანციური იარაღის სისტემასთან. საზღვაო ქვეითებიც კვლავ იყენებენ M2-ის როგორც ქვეითთა მხარდამჭერ იარაღს და როგორც მათი ახალი ამფიბიური საბრძოლო მანქანის ძირითად შეიარაღებას. საზღვაო ძალები იყენებს M2 ტყვიამფრქვევებს, როგორც გემბანზე დამონტაჟებულ იარაღს მცირე ნავების, თვითმფრინავებისა და დრონების მოსაგერიებლად. საჰაერო ძალები ტრადიციულად ამონტაჟებდა მათ HH-60-ზეგაც, ახლა კი მსგავს სამაშველო ვერტფრენების პლატფორმებზე და ბაზის დაცვის როლში იყენებს. ახლა კი უკრაინის არმია იყენებს M2-ის რუსული წინსვლის შესაკავებლად და რუსული დრონების ჩამოსაგდებად კიდევ ერთ ახალ კონფიგურაციაში. მძიმე ტყვიამფრქვევს ამონტაჟებენ პიკაპებზე. ეს საშუალებას აძლევს უკრაინულ მობილურ თავდაცვით ჯგუფებს სწრაფად გადაინაცვლონ საჭირო ადგილას, გახსნან ცეცხლი და სწრაფად დატოვონ პოზიცია, მანამ სანამ მტრის დრონები და არტილერია მათ ადგილმდებარეობას დაადგენს. პოზიციაზე ყოფნისას ეკიპაჟი სარგებლობს ამ იარაღის მრავალ გამძლე თვისებით. ეხლა როგორც წარმოიდგენთ, M2 დღეს აღარ არის იარაღი, რაც 80 წლის წინ იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მასზე სხვადასხვა მოდიფიკაციები და გაუმჯობესებები განხორციელდა და უცნობია ზუსტად რომელი მოდელები მიეწოდა უკრაინას. მაგრამ ძირითადი კონსტრუქცია უცვლელი დარჩა. 1930-იანი წლების M2HB-ს, ანუ მძიმე ლულის ვერსიიდან. მართალია, ახლა წარმოებულ M2-ებზე უმეტესობა ძირითადი კომპონენტებისა, როგორიცაა რესივერები, საკეტები და ლულები, კვლავ თავსებადია ძველ მოდელებთან, რაც ინარჩუნებს ლოგისტიკურ საფუძველს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. Browning-ის M2 არის ჰაერით გაგრილებადი, ლენტით კვებადი ტყვიამფრქვევი, რომელიც ისვრის დახურული საკეტიდან და მუშაობს მოკლე უკუცემის პრინციპით. ის დღესაც ისვრის იმავე წერტილი 50 BMG 12.7-ზე 99 მმ-იან ვაზნას, როგორც ყოველთვის, და აქვს იდენტური საწვისი სიჩქარე, დაახლოებით 2900 ფუტი წამში და ეფექტური სროლის მანძილი, დაახლოებით 2000 იარდი ფართობულ სამიზნეზე. თუმცა Browning-ის M2-ის ყველაზე თანამედროვე ვერსია, M2A1, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს, შეიცავდა განახლებებს. ეს განახლებები ეხება იარაღის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ უსაფრთხოების ხარვეზებსა და მოვლის სირთულეებს და უზრუნველყოფს მის გამოყენებადობას 21 საუკუნეშიც კი ახალი ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ. პირველ რიგში გადაწყდა headspace-ისა და timing-ის პრობლემები. კლასიკურ M2-ზე ლულას შეცვლისას მსროლელს ხელით უნდა მოეწყო headspace-ი, ანუ ჯანჭიკისა და სავაზნის შორის დაშორება, და timing-ი, ანუ დამთქმელის სწორად განლაგება. არასწორი მორგება შეიძლება კატასტროფულ შედეგებს გამოეწვია, მაგალითად ვაზნების თვითნებურად გასროლას ან ლულის აფეთქებას, რაც იწვევს დაშავებას ან თუნდაც სიკვდილს. M2A1-ის განახლებამ headspace-ისა და timing-ის სისტემა გაუმჯობესა. ლულის გაგრძელება ახლა დამზადებულია ზუსტი ტოლერანსებით, რაც მომხმარებლის მხრიდან მორგების საჭიროებას გამორიცხავს. ეს გამორიცხავს იარაღის მოვლის ყველაზე საშიშ პროცედურას და თავიდან აცილებს ოპერატორის შეცდომას. ასევე არის სხვა ინოვაციებიც.
გადახურებული ლულის შეცვლა. ორიგინალ M2-ზე ადრე ნელი 2 ადამიანის სამუშაო იყო, რომელიც სპეციალურ ხელსაწყოებსა და საზომებს საჭომებს საჭიროებდა. M2A1-ის განახლება მოიცავდა მოსახსნელ სატარებელ სახელურს და გამარტივებულ საკეთ მექანიზმს. ეს საშუალებას აძლევს ერთ ოპერატორს, რომ ცხელ ლულას წამებში შეცვალოს ინსტრუმენტების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის უმოქმედობის დროს და შესაბამისად ეკიპაჟის მტრის ცეცხლის ქვეშ ყოფნის რისკს. ასევე თითქმის ყველა სხვა თანამედროვე ტყვიამფრქვევისგან განსხვავებით, ორიგინალ M2-ის არ ჰქონდა უსაფრთხოების ჩამთველი. ეკიპაჟები ისტორიულად იყენებდნენ იმპროვიზებულ მეთოდებს, მაგალითად, დახარჯული მასრის ჩადგმას სასხლეთ ქვეშ, რათა თავიდან აეცილებინათ შემთხვევითი გასროლა. M2A1-ში ინტეგრირებულია სტანდარტიზებული მექანიკური უსაფრთხოების ბლოკის სასხლეთზე, რის შედეგადაც იარაღის ტარება ახლა შესაძლებელია სავაზნეში, ვაზნით უსაფრთხოდ. M2A1-მა ასევე შემოიტანა გაუმჯობესული ოპტიკა და შესამჩნეობის შემცირება. ახალი სლოტიანი ალიამქრობი ანცირებს ლულის ალიას 95%-მდე, რაც ხელს უშლის დროებით დაბრმავებას ღამის ხედვის მოწყობილობების გამოყენებისას და ამცირებს მსროლელის ვიზუალურ შესამჩნეობას. თანამედროვე ვარიანტებს ასევე აქვთ პიკატინის რელსი მიმღების საფარზე. ეს საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს თანამედროვე ოპტიკა და ლაზერული სამიზნის აღნიშნელები, რაც მხოლოდ ღია სამიზნეებზე გათვლილ ორიგინალურ დიზაინს არ გააჩნდა. ახლა უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. გამოიწერეთ არხი холодრიური სიახლეების განახლებებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო და გეოპოლიტიკური მოვლენების სიღრმისეული ანალიზებისთვის. მილიტარი შოუზე ყოველთვის იპოვით ყველაზე დეტალურ, ზუსტ და გამჭრიახ სამხედრო კონტენტს YouTube-ზე. ეხლა თეორიულად M2 Browning-ი შეიძლება ანტიკური იარაღი იყოს, მაგრამ ბევრ ასპექტში M2A1-ის განახლებები მას ისეთივე შესაბამის ხდის თანამედროვე ომისთვის, როგორც მისი ბევრად უფრო ახლახან წარმოდგენილი ანალოგები და შესაძლოა კიდევ უფრო მეტადაც. აი რატომაც უკრაინამ დაიწყო ორიგინალი საბჭოთა NSVT ტყვიამფრქვევის M2-ით ჩანაცვლება თავისი ზოგიერთი T-72 AMT ტანკში. რადგან ბევრ ასპექტში M2 უბრალოდ უმაღლესი იარაღია. NSVT ისრის 12.7-ზე 108 მმ-იან ვაზნას. შედარებისთვის M2-ის წერტილი 50 BMG-ის ვაზნა იყენებს ოდნავ მოკლე 12.7-ზე 99 მმ-იან ვაზნას. ამ განსხვავების მიუხედავად, ორივე იარაღი საბრძოლო პირობებში დაახლოებით მსგავს ეფექტურობასა და მოქმედების მანძილს უზრუნველყოფს. NSVT-ს უფრო მაღალი ციკლური სროლის სიხშირე აქვს ვიდრე M2-ის, დაახლოებით 700-800 გასროლა წუთში, მაშინ როცა M2-ის აქვს დაახლოებით 450-600 გასროლა წუთში. ამიტომ NSVT-ს შეუძლია წუთში მეტი ტყვიის გასროლა, რაც პოტენციურად უფრო მაღალ ცეცხლის სიმძლავრეს უზრუნველყოფს. თუმცა M2 Browning-ის ოდნავ უფრო ნელი სროლის სიხშირე უკეთეს სიზუსტესა და კონტროლს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ხანგრძლივი სროლის დროს. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ M2 ბევრად უფრო მოქნილ განლაგების ვარიანტებს სთავაზობს, ვიდრე NSVT. ის შეიძლება დამონტაჟდეს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა მანქანები, თვითფრინავები და საზღვაო ხომალდები, მაშინ როცა NSVT ძირითადად გამოიყენება როგორც მანქანაზე დამაგრებული იარაღი და მისი ადაპტაცია გაცილებით რთულია. MORI ასევე იღებს სხვადასხვა ტიპის ვაზნებს, სხვადასხვა მისიისთვის. ამჟამად ხელმისაწვდომი ვაზნების ტიპებში შედის 706.7 გრაინიანი M33 საბრძოლო ვაზნა, რომელიც გამოიყენება პერსონალისა და მსუბუქი ტექნიკის წინააღმდეგ. ასევე M17 ტრეისერი, 622.5 გრაინიანი M8 API, 619 გრაინიანი M20 API-T და M962 SLAP-T ან SABOT, მსუბუქი ჯავშანგამტანი ვაზნები. ეს უზრუნველყოფს სრულ სპექტრს საბრძოლო, ტრეისერულ, ჯავშანგამტან, ცეცხლგამჩენ და საბოთ მსუბუქი ჯავშანგამტანი ვაზნების. SLAP-T ვაზნა იყენებს 0.30 დიუმიანი დიამეტრის ვოლფრამის გამტანს, რომელსაც შეუძლია 1.34 დიუმიანი სახის გამაგრებული ფოლადის ფირფიტის გახვრეტა. 550 იარდზე 0.99 დიუმი, 1300 იარდზე 0.91 დიუმი, ხოლო 1600 იარდზე 0.75 დიუმი. ასევე ვაზნის ძირში დამატებულია ტრასერის მუხტი, რათა დაინახო, რას ხდება ტყვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 646 იარდის მანძილზე M2 საკმარისად ძლიერია, რომ გაარღვიოს 0.7 დიუმი სისქის რულონური ჰომოგენური ფოლადის ჯავშანი, რომელიც გამოიყენება ტანკებსა და ჯავშან მანქანებში. 2 დიუმი ბეტონი, 1 ფუტი ქვიშა, ან 27 დიუმამდე თიხა, მაგრამ მისი უპირატესობა მხოლოდ ხანმოკლე დამანგრეველი ცეცხლის ძალით არ შემოიფარგლება. ფოლადის ლულაც შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მას აქვს კობალტ-ქრომის შენადნობის საფარი, რაც საშუალებას აძლევს ლულას 10,000 გასროლამდე იმუშაოს, სანამ მისი შეცვლა გახდება საჭირო. არ არის გასაკვირი, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა M2 დაახასიათეს როგორც სანდო, მარტივად გამოსაყენებელი და მათ არსენალში არსებულ სხვა ტყვიამფრქვევებთან შედარებით უფრო მაღალი სროლის სიჩქარის მქონე. მას ოდნავ მეტი სროლის მანძილი აქვს, 2000 იარდი ვიდრე უფრო თანამედროვე M240 ტყვიამფრქვევს. გარდა ამისა, მისი უფრო დიდი და მძიმე ნული წერტილი 50 კალიბრის ვაზნა ნიშნავს, რომ M2-ს შეუძლია გაცილებით მეტი ზიანის მოტანა ვიდრე M240-ის, თუნდაც მაქსიმალურ 4 მილზე მეტ მანძილზე.
7.62-ზე 51 მმ-იანი ვაზნა, რომელსაც M240 ისვრის, ლულიდან დაახლოებით 2500 ფუტფუნტის ძალას ქმნის. M200.50 კალიბრის ვაზნა ამას აშკარად აჭარბებს და ვაზნის ტიპის მიპის მიხედვით 11000-დან 15000 ფუტფუნტამდე ძალას ქმნის. სათხისი M2-ის ვარიანტების გარდა უკრაინა ასევე იყენებს თურქულ Canik M2 QCB-ს, რომელიც ცნობების მიხედვით ისეთივე ეფექტურია. 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინაში მინიმუმ 600 ერთეული Canik-ის ვერსია იყო მიწოდებული. M2A1-ის მსგავსად ეს ძირითადად იგივე M2-ის დიზაინია, მაგრამ მნიშვნელოვანი მოდერნიზაციებით, რათა აღმოფხვრას ის ხანგრძლივი პრობლემები, რომელზეც ადრე ვივისაუბრეთ. ის ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე M2A1 მიმღების დამუშავებისა და ლულის პროფილის განსხვავებების გამო. თითქმის 85 ფუნტს იწონის, მაშინ როცა M2A1 84 ფუნტია. Canik-იც იყენებს ქრომით დაფარულ ლულებს გამძლეობის გასაზრდელად, რის გამოც მისი რესურსი დაახლოებით 20000-დან 25000 ვაზნამდეა შეფასებული. ის ასევე ოდნავ გრძელია, დაახლოებით 65.5 დუიმი, მაშინ როცა წინა მოდელი 64.9 დუიმია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ Canik-ს შეიძლება მარტივად დაამაგრონ პიკაპებზე დრონების საწინააღმდეგო მისიებისთვის, ზუსტად ისე, როგორც M2-ის. და განსხვავებით M2-ისგან, სროლის მექანიზმი მხარს უჭერს როგორც ერთჯერად, ასევე ავტომატურ სროლის რეჟიმებს. უკრაინა ასევე ფართოდ იყენებს საბჭოთა ეპოქის საჰაერო თავდაცვის ქვემეხს დრონების საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის. 23 მმ-იან Zu-23-2-ის. როგორც M2 ეს ქვემეხებიც საკმაოდ მოძველებულია, მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე სანდო დრონების გამანადგურებლად, მათი მაღალი სროლის სიჩქარისა და ეფექტური მანძილის, მაქსიმუმ 8200 ფუტი გამო. თითოეული Zu-23-2-ის 2 ლულიდან თეორიულად შესაძლებელია წუთში 1000 ვაზნის გასროლა, თუ სასხლეტი მუდმივად დაჭერილია, მანამ სანამ მთელი ამუნიცია არ ამოიწურება. თუმცა რეალურ ოპერაციაში მსროლელები როგორც წესი ისვრიან მოკლე ჯერიებით, რომლებიც გრძელდება 2-დან 5 წამამდე, რათა შენარჩუნდეს სტაბილური სროლის ტემპი, დაახლოებით 400 ვაზნა წუთში თითო ლულაზე. მონაცვლეობითი სროლის პროცესი ხელს უშლის ჰაერით გაგრილებადი ლულების გადახურებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს ვაზნის თვითნებური გასტროლა და ლულის ზედმეტი ცვეთა. ახლა უკრაინელი ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ M2 Canik და Zu-23-2 საკმაოდ ეფექტურია დრონების ჩამოსაგდებად, ისინი არ არიან ყველაზე ეფექტური ტყვიან ფქვებზე დაფუძნებული ანტიდრონული სისტემა, რომელიც დღეს უკრაინაში მოქმედებს. ეს წოდება ეკუთვნის გერმანულ დიზაინს, გეპარდის თვითმავალი საზენიტო ქვემეხს. 46 ტონიანი წონის და მოდიფიცირებულ Leopard 1-ის ტანკის შასიზე დამონტაჟებული გეპარდი უკრაინაში 2022 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ორმაგი 35 მმ-იანი ავტოკანონები და ორმაგი რადარის სისტემები, რომლებსაც აქვთ აღმოჩენის დიაპაზონი 9.32 მილამდე, უკიდურესად ეფექტური აღმოჩნდა რუსეთის დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ნელი გერუნის შორმანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონების ჩამოსაგდებად. დაახლოებით 100 გეპარდი, რომლებიც უკრაინაში ექსპლუატაციაშია, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ გერმანულმა მწარმოებელმა KNDS-მა უკრაინას 2025 წლის დასაწყისში სპეციალიზებული განახლების პაკეტი შესთავაზა. წარმოდგენილი მოდერნიზაცია მოიცავს გაუმჯობესებულ რადარსა და თვალთვალს, ბალისტიკურ კომპიუტერს, ლაზერულ მანძიუმძომს, GPS-სა და დაშიფრულ კომუნიკაციებს. ეს ფუნქციები გაუმჯობესებს მათ შესაძლებლობას, რომ შეაჩერონ რუსეთის უფრო თანამედროვე დრონები და ფრთოსანი რაკეტები. მაგრამ M2-ის მაინც აქვს უზარმაზარი უპირატესობა გეპარდთან შედარებით მობილური და ანტიდრონული დაცვის როლში. მობილურობა. გეპარდის ქვემეხები დამონტაჟებულია მძიმე მუხლუხა ტანკის შასიზე, რაც ზღუდავს მის მობილურობას და სროლის შემდეგ სწრაფად გადანაცვლების შესაძლებლობას. საპირისპიროდ M2 შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ მანქანაზე, რომელსაც შეუძლია მასი წონის ატანა, რაც მას იდეალურს ხდის სწრაფი განლაგებისთვის და როგორც სარეზერვო საშუალება ანტიდრონული ეკიპაჟებისთვის, როგორც ვიდეოს დასაწყისში მოყვანილ მაგალითშია აღნიშნული. Su-23-2 ასევე შეიძლება დამონტაჟდეს სატვირთოებზე და პიკაპებზე, მაგრამ მისი დამატებითი წონა ზღუდავს იმ მოდელების არჩევანს, რომლებზეც მუშაობს. ამ 23-იან ქვემეხს მნიშვნელოვანი ბრუნვის ძალა აქვს, ამიტომ მსუბუქ სამოქალაქო ნახევარტონიან შასიზე ხშირად საჭიროა საყრდენი ფეხების ან გამშლელი საყრდენების მასშტაბური შედუღება, რათა გასროლის დროს მანქანა სტაბილური იყოს და თავიდან ავიცილოთ სატვირთოს ჩარჩოს დაზიანება ან თუნდაც სატვირთოს გადაბრუნება. შედეგად ის ჩვეულებრივ მონტაჟდება გამაგრებულ პლატფორმებზე, ან უფრო მძიმე, 1.5-დან 6 ტონიან სატვირთო შასიზე, როგორიცაა GAZ 66 ZIL 131 ან მოდიფიცირებული კამაზი, რათა თავიდან ავიცილოთ კონსტრუქციული დაზიანება. საპირისპიროდ M2 და Canik-ი მარტივად თავსდება სტანდარტული სამოქალაქო სატვირთოების პლატფორმებზე, მძიმე შასის გამაგრების გარეშე. მათი სწრაფად შესაცვლელი ლულების ფუნქცია განსაკუთრებით ფასეულია ამ მობილურ როლში, რაც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს სწრაფად შეცვალოს გადახურებული ლულები დაუცველ სატვირთოს პლატფორმაზე ყოფნისას. უკრაინამ კი ორმაგი მონტაჟის კონფიგურაციებიც გამოიყენა პიკაპებზე, რათა გააორმაგოს ცეცხლის მოცულობა მცირე სწრაფად მოძრავი დრონების წინააღმდეგ. M2-ებით აღჭურვილი პიკაპების გამოყენების უარყოფითი მხარე, რა თქმა უნდა ის არის, რომ მსროლელები ბევრად უფრო დაუცველები არიან ვიდრე ტანკში ან გეპარდში რომ ისხდნენ.
უკრაინაში ან დროებში მოდიფიცირებულ პიკაპებს, რომლებზეც ტყვიან-ფრქვევებია დამონტაჟებული, ხშირად აქვთ ანტიდრონული ბადეები, მაგრამ არა ჯავშანი. უკრაინაში ცოცხალი ძალის დეფიციტი კარგად არის ცნობილი და გამოცდილი ოპერატორების, როგორიცაა M2-ის მსროლელები, დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია. ბოლო დროს უკრაინამ M2-ისთვის კიდევ ერთი ინოვაციური გამოყენება მოიფიქრა. მისი დაყენება უპილოტო სახმელეთო აპარატებზე, ანუ UGV-ებზე. ყველაზე ფართოდ დოკუმენტირებული M2-ით აღჭურვილი რობოტია DevDroid TW10.7, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ DevDroid-მა ტანკის ბიუროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. რობოტი აღჭურვილია M2 Browning-ის ტყვიან-ფრქვევით. აქვს დაახლოებით 1 კილომეტრის სროლის მანძილი და აღჭურვილია ღამის ხედვის შესაძლებლობით. ის დისტანციურად იმართება და არასრულად ავტონომურად, თუმცა შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული საბრძოლო ამოცანების შესრულება. 2025 წლის ბოლოს უკრაინის მესამე არმიის კორპუსის ერთმა დანაყოფმა გავრცელებული ინფორმაციით ერთი ასეთი რობოტი გამოიყენა ფრონტის ხაზის პოზიციის დასაცავად. მარტო 45 დღეზე დიზეთ. რობოტს ყოველ 48 საათში ერთხელ უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და ხელახლა იტენებოდა, მაგრამ პოზიცია ქვეითებისთვის არასდროს დაუთმია. რუსულმა ძალებმა მთელი მისიის განმავლობაში ვერ შეძლეს ამ სექტორის აღება ან მასში შეღწევა. ადრე 2024 წლის ნოემბერში. 5. TW12.7, რომელსაც მეხუთე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა მართავდა. ჩაუსაფრდა და გაანადგურა რუსული MT-MTLB-ის ჯავშნიანი მრავალმიზნობრივი მუხლუხებიანი მანქანა კონსტანტინუკას მახლობლად. ჯავშანგამტარი ანთებითი ტყვიების გამოყენებით რობოტმა ღამით ახლო მანძილიდან გახსნა ცეცხლი მანქანაზე, გაარღვია მისი თხელი ჯავშანი და გაანადგურა ეკიპაჟი. მაგრამ ეს ერთადერთი რობოტი არ არის, რომელიც უკრაინამ M2-ით აღჭურვა. T7-ს უფრო მძიმე კლასის უპილოტო სახმელეთო აპარატია, რომელიც შექმნილია 700 კილოგრამამდე ტვირთის გადასატანად და განკუთვნილია ხანგრძლივი ცეცხლის მისიისთვის, სადაც უფრო მსუბუქ TW12.7-ის შეიძლება ძალიან სწრაფად გაუთავდეს ვაზნები. ის უნიკალურად არის აღჭურვილი 2 ტყვიან-ფრქვევით, ძირითადი M2 Browning-ი და დამატებითი 7.62 მმ-იანი PKT. ასევე აქვს საკმარისი ტვირთამწეობა, რომ ატაროს უფრო დიდი ვაზნების ლენტები და დამატებითი ჯავშანი. უკრაინამ ასევე შეიმუშავა NUMO უპილოტო სახმელეთო აპარატი. NUMO, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს ტანკების ბიურომ და DevDroid-მა, წარმოადგენს მოდულურ პლატფორმას, რომელსაც შეიძლება დაუყენდეს საბრძოლო მოდული როგორც M2 Browning-ისთვის, ასევე უფრო მცირე K2-7.62 ან PKT-ისთვის. ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ მოძებნა განადგურების სისტემას, რომელიც ავსებს დაცვით ხაზებში არსებულ სიცარიელეებს და ატარებს მაღალი რისკის პატრულირებებს იმ ადგილებში, სადაც ადამიან ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნის დრონების მეთვალყურეობა და артილერია. და ასე გრძელდება ლეგენდა. ყოველ თაობაში M2 ახალ როლს ირგებს ისე, თითქოს სპეციალურად ამ ამოცანისთვის იყოს შექმნილი. სანგრების ომიდან ტანკის ანტისაჰაერო იარაღამდე, ვერტმფრენის კარის ტყვიან-ფრქვევიდან, ახლა უკვე ანტიდრონულ იარაღამდე. ომის გაგრძელებისას ვინ იცის კიდევ რა ინოვაციურ გამოყენებას მოუძებნის უკრაინა ამ ლეგენდარულ იარაღს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, საუკუნეზე მეტი წარმატების შემდეგ M2 Browning-ი დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც ყოველთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მალე შეიცვლება. რა თქმა უნდა, ჩვენ განაგზობთ ინფორმირებას ახალი მოვლენების შესახებ, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხზე გამოწერა. ამასობაში ნახეთ ეს ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურა უკრაინულმა რობოტმა მთელი რუსული დანაყოფი. მადლობა ყურებისთვის.